დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. რჩება თქვენი პოზიცია როგორი არის თანხმდაში არის თუ არა მამუკა ხაზარაძესთან? ჩვენი პოზიცია ისეთივეა როგორიც ჩვენი სატოსაღოში მოთავსების დღემდე იყო, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პარტნიორის განთავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ 74 დღის წინ რაც ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. რა გვეტყვით ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე, ელოდით თუ არა რისთვის გააკეთა ეს ქართულმა ოცნება? კიდევ მე რამინდა გითხრა, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და არ ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება. მე დღესდილით პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10 საათიანი, ასე ვთქვათ, გასეირნება ქვია ამას. 11-ზე მორჩა ეს ჩემი 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში სეირნობა და როცა დავბრუნდი სეირნობა და მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ქონდა გამოცებული მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ტელეფონი. მეგობრებო, არაფერი არ მესმის და რიგრიგობით უნდა ილაპარაკოთ, არაფერი არ მესმის. მეგობრებო, არაფერი არ მესმის. იქნებ ერთმანეთს დაუთმოთ რიგი, უკაცრავად. იქნებ შეთანხმდეთ და რიგრიგობით ისაუბროთ. ოპოზიციის ნაწილი მოგმართავთ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ესე უკაცრავად, არაფერი არ მესმის. მეგობრებო, თუ ესე რომ გააგრძელებთ, მე იძულებული იქნები წავიდე. რას უპასუხებთ ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც გააკეთა ბრიფინგი, როგორც კი ეს აქტი გამოიცა და მოგიწოდებთ თქვენ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თვლიან, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მიიღებთ ამით მონაწილეობას. რას უპასუხებთ ამ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც აი ესე მოგმართავს? პატივსრევ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. და ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავის ვერ დაუშლის. მაგრამ ამავდროულად ის 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად. მადლობა. მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე ვთქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, გადაწყვეტილება არჩევნთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. მიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია,
ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილს სასიცოცხლო ჭირდება საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილში იმ ილუზიის შექმნა, რომ აი რასაც 4 ოქტომბერს ჩაატარებს, აი სპეცოპერაცია არჩევნები იქნება. მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ ლელოს, რომ დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას ტკივა და ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ლეგიტიმაცია ხელი აიღოს ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულების შორის. იმისთვის რომ ნებისმიერი სპეკულაცია იყოს თავიდან არიდებული, ნებისმიერ პროვოკაციაზე აქვე დაესვას წერტილი, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა გარეთ ციხიდან. ფაქტიურად ამით მთლიანად მთელი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ღიად კეთილი ნებით გადაიდგა სახელმწიფოდან ნაბიჯი, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, არჩევნებთან მიმართებით არ დარჩეს არც ერთი აი სპეკულაციური რაიმე ფორმით წიაღსვლა. ნები არ უნდა იქცეს ინდულგენცია და არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოება ამხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმეც, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. დღესვე მედიებთან კომენტარი გააკეთეს იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. აქ შევიყარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგვირდით, რომ გავაერთიანებდით ხალხს. აი ბატონო, ერთიანობა თუნდაც საჭირო ყოფილა და შესაძლებელი ყოფილა. ყველანი ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ. გადმოდით აქ შულისაძიებლად არავინ არ არის მოსული. აქ ყველანი მოსული ვართ, ავაშენოთ ერთი ძლიერი თავისუფალი საქართველო. ამიტომაც გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს. ბოლო უნდა მოუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემართა ჩვენ ქვეყანას. ეს უნდა მოეღოს ბოლო 4 ოქტომბერს. 16 საათზე აქ რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. აქ შევატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვიტავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ჩვენ, ქართულ ხალხს. ასე გაგზელება ძალიან რთული იქნება. და ვფიქრობ, რაღაცა უნდა შეიცვალოს ნამდვილად. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთ პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ როგორც აი მოქალაქე, ვფიქრობ ეს არანორმალური სიტუაციაა და არ ვიცი, ეს დროზე უნდა შეიცვალოს. ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოების იქნება კონსოლიდირებული მთავარი იდეის გარშემო, რომ ოცნების რეჟიმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად. ჩვენ ვიბრძვით ნებისმიერ ადამიანთან ერთად, ვინც იბრძვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც არ აკეთებს რუსულ საქმეს, ვინც არ ემსახურება ოცნების რეჟიმის გაправებას და ლეგიტიმაციას. ჩვენთვის ნებისმიერ ტიპის დამხობაზე, რევოლუციებზე საუბარი არის მიუღებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ მონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებში, ჩვენთვის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არის ერთადერთი სწორი გზა ქართული ოცნების რეპრესიული რეჟიმის შესასუსტებლად. რაც შეეხება რას აკეთებენ ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიები და ნაციონალური მოძრაობა, ეს მათი არჩევანია, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერ დამხობაზე საუბარი. ეს არის ადამიანებისთვის და რევოლუციებზე საუბარი ადამიანებისთვის,
რევოლუციის არასწორი მოლოდინების შექმნა და ეს მხოლოდ ემსახურება ქართული ოცნების ინტერესებს. ჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი პარაჩ ზიტა და გიტა ჩვეულებრივ. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოასწროს. ვინც გაბედავს, კიდევ ერთხელ მეუბნები, ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ, დასვლას ძალიან კაცრად ხდებიან.